გამარჯობათ მეგობრებო. როგორ მოვგზავნოთ ეს სქემა? არის ძალიან ბევრნაირი ეს, არის უფრო დიდები, უფრო პატარები, აი ეს რო გადაყვავს და გადმოყვავს ეს. სხვადასხვანაირი სქემებია, დღეს განვიხილოთ ეს, რადგან ეს აინტერესებთ. ვისაც გამოგადგებათ, ვისაც დაგჭირდებათ შემდეგ. ახლა აქ არის აღებული აი ამ სქემაში 12 თვალი. ეს გადატანილი, რაც ჩანს აქ, არის 4 თვალი. სამი ნაწილია, თუ დააკვირდებით კარგად, 1, 2, მესამე. სამივე არის 4 თვალი. სულ 12 თვალი. აი, ეს არის სამუშაო სქემა. თქვენ შეგიძლიათ ეს ახლა ასეთი დიდი სქემა თუ არ გჭირდებათ ეს, ვისაც დაინტერესებს და მოგზავს, შეგიძლიათ აიღოთ 2 თვალი, 3 თვალი და უფრო პატარები გამოვა ესენი. ერთი სიტყვით, ახლა ჩვენ გვგზავნთ ამ სქემას და ვიღებთ 4 თვალს, აი ამ თითო გადატანას საერთო ჯამში ეს გვჭირდება 12 თვალი. და თუ თქვენ 2 თვალს განსაზღვრავთ აი ასე, რომ გადაიტანოთ და გადააჯვარედინოთ, დაგჭირდებათ ერთად აიღოთ აი ეს მონაკვეთი 2, 4, 6 თვალი. თუ გინდათ, რომ 3 თვალი გადაიტანოთ და 3 თვალზე გსოვოთ, იქნება 3, 6, 9 თვალი. აი ასე უნდა განსაზღვროთ. რამდენი თვალზე გინდათ, რომ თითო გადატანა გადაჯვარედინება იყოს იმის მიხედვით. 2-ზე დაგჭირდებათ ერთდროულად აიღოთ 6 თვალი, 3 თვალზე დაგჭირდებათ 9 თვალი. ახლა ვგზავნთ 4 თვალზე და არის სქემაში 12 თვალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ნაპირის თვლებია და არ მიაქციოთ ყურადღება, რასაც გარეთ აი აქ ნაპირებზე გსოვთ. თქვენ როცა აწყობთ სქემას, არ ვიცი რას განსაზღვრავთ, ამის შემდეგ რა იქნება, იქით რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, როცა ასეთ მსგავს სქემებს მოგსოვთ, უკეთესია თუ გაითვალისწინებთ ნაპირში თითო თვალს მაინც უკუღმა. აი ასე, რომ სქემა გამოჩნდეს, ცალკე იყოს და ლამაზად ჩანდეს. წაღმანაქსოვია ეს, რაც არის ეს გადაჯვარედინებული თვლები, ამიტომ აი აქ დააყოლეთ ხოლმე, როცა უკვე სქემას ჩასვამთ და გსოვთ, რასაც გსოვთ, თითო თვალი მაინც ან 2 უკუღმა თვალი გვერდით, რომ გამოჩნდეს სქემა. ახლა მე ვთქვი, ჩვენ მუშაობთ 12 თვალზე. 2, 4, 6, 8, 10, 12 თვალი. ეს 12 თვალი იყოფა 3 ნაწილად, 4 თვალი. და აუცილებლად ყოველთვის შიგითა 4 თვალი გადადის გარედან. აი, 3 ნაწილად ყოფთ 4 თვალს. 4 თვალი. აი ასე, 4 თვალი. 4 თვალი და აქაც არის 4 თვალი. შიგითა 4 თვალი აუცილებლად გადადის გარედან. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ აქეთ მხარეს გადმოიტანთ თუ აქეთ მხარეს გადმოიტანთ ამ 4 თვალზე. ეს თქვენი სურვილით გადასაწყვეტია თქვენ თვითონ. ახლა ნახეთ 2, 4 თვალი, ხო? შემდეგი 4, აი 4 თვალი და აქეთ დამრჩება კიდევ 4 თვალი. აი ეს 12 თვალი, რასაც მუშაობთ ჩვენ. თქვი შუა შიგითა 4 თვალი გადადის ყოველთვის გარეთ. ახლა ნახეთ. და როგორ გადამაქვს, აი ასე. არ ვიყენებ ჩხირებს, თქვენ შეგიძლიათ სპეციალური ჩხირებიც არსებობს, აი შიგიდან მიმაქვს გარეთა, შუა 4 თვალი მომაქვს გარედან, ნაპირისკი, ოღონდ გარედან, აქეთ.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პატარა ჭხირები არსებობს ამ თვლების გადასატანი, თუ არ არის არც გაუსაშველო ჩვეულებრივი ჭხირით შეგიძლიათ გადაიტანოთ, თუ არა ასე როგორც მე გადამაქვს. მე არ ვიყენებ არანაირ ჭხირს, აი ასე გადამაქვს ჩვეულებრივ. ახლა ვგსოვ აი ამ თანმიმდევრობით. შიგიდან გარეთ გავიტანე 4 თვალი და მოვგსოვე. შიგიდან გადატანილი შემდეგი თვლები ჩვეულებრივად მოვგსოვ. და შემდეგი აქ 4 თვალი გვაქვს კიდე, რომელიც უმოქმედოდ გარეთ დარჩა, ამასაც ჩვეულებრივად ვგსოვთ. აი ეს. დანარჩენი, რასაც გსოვთ სქემაზე, მოგსოვთ ჩვეულებრივად. რასაც არ უნდა გსოვდეთ, როგორც ააწყობთ სქემას. ეს მეორე რიგია. პირველ რიგზე გამოვიარეთ წაღმა მხრიდან, გარეთა პირიდან და გადავიტანეთ, ახლა მეორე რიგს ვგსოვ. ეს მესამე რიგი მოვდივართ და ჩვეულებრივად გსოვთ. არაფერს არ ვცვლით, წაღმა შემხვდება, წაღმა მოვგსოვ, უკუღმა შემხვდება, უკუღმა მოვგსოვ. ეს 12 თვალი აქეთი მხრიდან ყოველთვის წაღმა იქსოვება სულ. და იქეთი მხრიდან თავისთავად უკუღმა, ხო? დანარჩენი აქ რასაც გსოვთ, გსოვთ. შემდეგი რიგი უკუღმა მხრიდან. რამდენი მოგგსოვეთ? 1, 2, 3, 4. უნდა მოვგსოვოთ 6 რიგი. გადავიტანეთ თვლები, გადავაჯვარედინეთ და შემდეგ უნდა მოვგსოვოთ გადატანიდან სულ 6 რიგი. ეს არის მე-5. შემოვბრუნდით და ეს არის მე-6 რიგი. და შემდეგი. ესე იგი, ამ თვლების პირველი 8 თვალი რო გადავაჯვარედინეთ 4-4, აქედან 6 რიგი მოვგსოვეთ და ახლა შემდეგი პროცედურა და რას ვაკეთებთ. 1, 2, 3, 4. ამ 12 თვალიდან სქემის პირველი 4 თვალი მოვგსოვე ჩვეულებრივად. მე აქ მქონდა წეღან, აი როგორც აქ არის განსხვავებულად, ხო? ეს 8 თვალი გადავაჯვარედინე, შემდეგ აქ არის, შემდეგ აქ არის, შემდეგ აქ არის და ასე წდება ერთმანეთს ეს. ერთდროულად არ არის. ამიტომ როგორ გავაკეთოთ ახლა? პირველი აქ იყო. ახლა
პირველ 4 თვალში ჩვეულებრივად მოგხსოვ და შემდეგი 8 თვალი დამრჩა აქ, აი ამ 12 თვალიდან, რომლითაც ვხსოვთ სქემას. შემდეგი 8 თვალი, ახლა აუცილებლად შიგითა 4 თვალი, ეს სულ 4 თვალია, სულ ასე იმუშავებს ეს სქემა. შიგითა 4 თვალი აუცილებლად გარედან უნდა წავიდეს, ვთქვით ეს, ხო? ამიტომ ნაპირის 4 თვალი, ნახეთ, შიგიდან აი აქედან გავდივარ და იქით უნდა გადავიტანო, ასე უნდა გადავიტანო. ეს, ნახეთ ახლა აი აქ თითს დავადებ, აი ასე, არაუშვად, ჭხირზე დაამაგრეთ ის თვლები ამ თითით და ახლა აი ამოიყვანეთ ეს თვლები, აი ასე. არანაირი ჭხირი არ დაგჭირდებათ ამის გადასაყვანად და გადმოსაყვანად. ასე, შიგითა 4 თვალი აუცილებლად გარედან წავა, გარეთა 4 თვალი შიგნიდან გადმოვა შუაში. დავაბრუნებ ახლა ამ 4 თვალს. ეს წინა 4 თვალი მოვხსოვე, დავტოვე აქ თავისთვის და ვაგრძელებ ახლა შემდეგი ამ თვლების მოგხსოვას. რა თქმა უნდა, წაღმაიქსოვება სულ ეს თვლები. აი, შემდეგი ეს გადავაჯვარედინეთ. პირველი ეს იყო აქ. 6 რიგი მოგხსოვეთ, შემდეგი ეს იყო. ეს მეორე რიგი. ყოველი გადაჯვარედინების შემდეგ გხსოვთ 6 რიგს. აქ ახლა ამ სქემაზე როგორც ჩანს ეს, თუ უფრო შორს და 8 რიგს მოგხსოვ და შორს წაყვალ, ეს გადაჯვარედინებები უფრო შორს მოხდება ერთმანეთისგან. თუ 4 რიგს მოგხსოვ, ძალიან მჭიდროდ მოიქსოვება, დაჭიმავს უფრო ერთმანეთს. რომელი სქემაც მოგეწონება, ისე მოგხსოვ და იმდენ რიგს მოგხსოვ შუა და შუა. გადატანიდან გადატანამდე, ასე ვთქვათ. ეს მეორე რიგი. შემოbrუნდით, ვხსოვთ მესამე რიგს. როცა უკვე მოგხსოვთ ჯემპერზე, ჟაკეტზე თუ რა ვიცი, რაზეც მოგხსოვთ, უკვე აწყობილი გექნებათ სქემა, სხვადასხვა სქემები გექნებათ ალბათ. მოგხსოვთ ჩვეულებრივად. ახლა ჩვენ მხოლოდ ამ ნიმუშს განვიხილავთ, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს იქით, აქით რამდენი თვალია, რა არის, როგორ არის. გხსოვთ მეხუთე რიგს. როცა ასეთი ამ სქემას გხსოვეთ თავისუფლად, რბილად, რადგან ეს თვლების გადატანა და გადმოტანა გადახვევა ერთმანეთზე, ჭიმავს ნაქსოს, ამიტომ რო არ გამოგივიდეთ ძალიან არ მოზიდოს ერთმანეთი, არ დაიჭიმოს და უხეში ნაქსოვი არ გამოგივიდეთ, ყოველთვის ამ სქემისთვის გხსოვეთ რბილად. ძალიან მჭიდროდ არ გხსოვოთ მაგარი თვლები, რას ქვია, როგორ ქვია.
როგორც ქვია. ესაც მეექვსე რიგი თუ არ ვცდები. კი. ახლა შემდეგი. შემდეგი გადატანა რა იქნება? ნახეთ ეს სად არის? შემდეგ ეს არის აქეთ. ყოველთვის 8 თვალი გადაგვაქვს ერთმანეთზე და 4 თვალი ცალკე ჩვეულებრივად იქსოვება. ამ 12 თვალიდან ხო ასია? ეს 8 თვალი 4 გადავიტანეთ, გადმოვიტანეთ, ეს 4 მოიგზოვა. აქ ეს 8 თვალი ერთმანეთზე გადავიტანეთ, გადმოვიტანეთ, ეს 4 ჩვეულებრივ მოიგზოვა. ახლა აქეთ უნდა გადავიტანოთ, ეს ჩვეულებრივ მოიგზოვება. და აუცილებლად შიგითა 4 თვალი გადაგვაქვს გარედან, თან გარედან. თუ სხვანაირად გადავაჯვარედინებთ, შეიძლება ეს სულ გარეთ დაგრჩეს და ასე წავიდეს, ან სულ შიგნიდან, ქვევიდან და ქვევიდან იტრიალოს და არ გამოგივა აი ასეთი შეთანხმებული და ასეთი ლამაზი გადაჯვარედინებები, ასე ვთქვათ. ამიტომ ახლა დააკვირდი, აქ გვაქვს ბოლო გადატანა ეს აქეთ, ამიტომ ახლა ამ შუა 4 თვალს გადმოვიტანთ აქეთ. 2-4 თვალი და ამის შემდეგი 4 თვალი შემდეგ გარედან გადავიტან და დავაბრუნებ უკან ამ 4 თვალს და ახლა მოვგსოვ თან მიმდევრობით. აი ასე, ის შიგიდან გადავიდა, ეს გარედან გადმოვიდა. ეს 4 თვალი აქ ჩვეულებრივად იქსოვება. აი ასე შეთანხმებულად გადადის და გადმოდის აქეთ და იქით, აქეთ და იქით. როცა ერთდროულად გადადის, ის კიდე სხვა თემაა, ვიცით. ეხლა ეს რაც აინტერესებდათ როგორ იქსოვება, ეს არის. შემოbrუნდით უკვე მეორე რიგი იქსოვება. მესამე რიგი. ეს მეოთხე რიგი.
ეს მეხუთე რიგი მოვგსოვეთ და მეექვსე რიგიც აგერ. მოვგსოვეთ 6 რიგი და ახლა უნდა გადავიტანოთ ნახეთ. ეს იყო ბოლო, ამიტომ ახლა აი აქ 8 თვალი, ეს 8 თვალი გადავიტანოთ ერთმანეთზე და აუცილებლად შუა 4 თვალი გარედან გადავა ნაპირზე. ეს პირველი 4 თვალი ჩვეულებრივად მოიქსოვება, რადგან ბოლო ეს იყო უკვე, ეს 4 თვალი გარედან წავა, ამიტომ 2, 4, აი ამის შემდეგ გავდივარ და ის ნაპირის 4 თვალი უნდა გამოვიტანო. აი ასე. და გარედან უნდა გადმოვიტანო შუა 4 თვალი. თქვენ შეგიძლიათ ჩხირის დახმარებით გადაიტანოთ. თუ გაგიძნელდათ ასე. აი ასეთი თანმიმდევრობით გამოგივათ აი ასეთი ზუსტად. ახლა ერთი რიგი უკვე მოგსოვილია, მოგსოვ 5 რიგს და ახლა ამ მხარეს გადაიტანა აუცილებლად შუა 4 თვალს. აი აქ დააკვირდით მაგალითად. როდესაც გსოვდი ამას, დაგრჩა, დატოვე თუ რაც გენი და ახლა მოხვედი, მოუბრუნდი ამ თემას და გინდა რომ გააგრძელო ეს, როგორ უნდა გააგრძელო, საით უნდა წახვიდე, ცოტა დამაბნეველი არის ხოლმე კი, აი ვინც თავიდან იწყებს გსოვას და ახლად ერკვევა ასეთ სქემებში. ამიტომ დააკვირდე აუცილებლად, გაქვს 12 თვალი აქ, ან 9, ან 6, არ ვიცი, არჩევანი როგორ გაქვს, ამ სქემაზე ვსაუბრობ ძირითადად კონკრეტულად. ახლა ხედავ რომ აქედან აქეთ არის ეს ბოლო დარჩენილი, რაც მოგსოვე. მოგსოვილი გაქვს 6 რიგი ჩვეულებრივად აქედან აქ, ხო? ახლა შემდეგ აუცილებლად შუა 4 თვალი უნდა წამოიღო და გარედან აქეთ გამოიტანო. აუცილებლად შუა 4 თვალი. 2, 4 თვალის სქემის, 2 და 4 თვალის სქემის დაგჭა შუა 4 თვალი. თუ ბოლო ეს იყო მოგსოვილი, გადატანილი, ახლა აუცილებლად აქეთ უნდა გამოვიდეს ეს შუა 4 თვალი. აი ეს არის სულ რო არ დაიბნეთ, აი საიდან სად და რამდენია. აქ არის შუა 6 თვალი, კიდევ ვამბობ, წეღანაც ვთქვი, შეგიძლიათ უფრო მეტი მოგსოვოთ შუა-შუა, შეგიძლიათ უფრო ნაკლები. იმის მიხედვით, რამდენად მჭიდროდ გინდათ რომ იყოს ეს სქემა ჩანდეს, ან უფრო ფართედ. ეს არის საშუალო, ახლა აი ამ სქემის, რასაც გსოვთ 6-6 თვალს ვტოვებთ, 6-6 რიგს ვგსოვთ უკაცრავად, გადაჯვარედინებიდან გადაჯვარედინებამდე. აი პირველი 4 თვალი მოვგსოვე, რადგან ბოლო ეს არის და ახლა შემდეგი 4 თვალი შუა უნდა გადავიტანო გარედან აუცილებლად, აი ნაპირის 4 თვალზე, ამიტომ აი სად გავდივარ, აქედან შიგიდან წავიღებ იმ 4 თვალს. აი
აი აქ დავადგამ ჭხირზე, მივადგამ თითს ამ თვლებს რო დავიჭირო აი აქ და აი ასე გავიყვან აქეთ. ეს შუა 4 თვალი გადმოვა აქეთ გარედან. დავაბრუნება ამ თვლებს უკან და ახლა მოვგსო ჩვეულებრივად. ეს 4 მოქსოვილი მაქვს, დანარჩენ 8 თვალს გადაჯვარედინებულს მოვგსო რიგის მიხედვით აი ასე. გაგრძელდება სქემა, კიდე 6 რიგს მოვგსო და შემდეგ იქით 8 თვალს გადაიტან ერთმანეთზე და აუცილებლად შუა 4 თვალს გადაიტან გარედან. რასაც გინდა მოვაქვსო სქემაში და ჩაუმატებ ამ სქემებში, სხვადასხვა სქემებში და გაითვალისწინე, რომ ეს წაღმა იქსოვება, ეს სქემა და ნაპირებზე აუცილებლად უკუღმა თვლები მიაყოლო, თითო, როლი არ ვიცი, არჩევანი თქვენია რა სილამაზის და როგორ მოგწონთ. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.